ნაწყვეტი პოემიდან დიდმოწამე მიქაელი, რომელსა ეწოდა გობრონ და 133 მხედარნი მისნი. ავტორი ლია ბაქაქური ტატუნაშვილი. ჩანს იცავენ ქვეყანასა, ჩვენს მამულს რწმენას ენასა, ჩვენი აკუდებიან მტერსა, არასვლიან ქრისტე ღმერთსა. მტერი ჰკვეთავს გმირთ იქთავსა, თავი ეცემა მიწასა, გორაობენ ვით კაკლები, ბერტყვისას ჩამონაყრები. მათი სისხლი მიქაელსა ესხმოდა წმიდა სახესა, ვით არ ქრისტეს მეომრებსა, სთვლიდა მკვდარსა მეგობრებსა. ქრისტეც აძლევს მტერს უფლებას, წმინდას გმირობა უხდება, ჯვარზე თავათხრის ქვეთავსა და სიკვდილს აძლევს ნებასა. ძალას არ აძლევს მტარვალსა, თავდახრილი კვდება ჯვარსა. მებრძოლნიც თვით უხრიან თავს, საკვეთად მოქნეულ მტრის ხმალს. ესე უდრიკეს მას ქედი, ორგზის შუბის სცეს მას მკერდში. ღვარის დიოდა სისხლისა, ეს იყო გასვლა ღვთის გზისას. სისხლში ისველებს თითს, დაჯვარს, გადიწერ შუბს, სისხლით სწრაფად. დუშმანს აჩვენებს რწმენასა, რაც ვერ ასძალუც ყველასა. გმადლობ უფალო იესო, უღირსი მყავ ღირს მე დღესო. მოწამეობა მეღირსა, ვერც გავბედდი რომ მეფიქრა. შენთვის მოვკვდე, რათა დავრჩე, რომ მაცხონო, რომ გადავრჩე. და დაეხვივნენ მას ერთად, ვით მშიერი მხეცი ლეშსა. ეცილებოდნენ ერთმანეთს, ვინ შეურჭობდა ისარს მკერდს. ჰოროლებით უჭრიდნენ ხორცს, ცოცხალ კაცს გონებაზე მყოფს. და გობრონს მოჰკვეთეს თავი, შეასრულა თავის ვალი. სული მიაბარა ერთად 124 ღმერთსა. არ გაცვალეს ქრისტეს რწმენა, მაგალითიც მოგვცეს ჩვენა. ამოთხარეს ორმო სამი, უფერებელ უსადარი. და გმირ მოწამე ჩაყარეს, უხთოდ მიწა მიაყარეს. დიდ მოწამე მიქაელი, გობრონია მის სახელი. 133 მისნი მხედარნი, დაღვარეს სისხლი. მიწამიყრილ სამორმოსა, წამებულ ვაშთ და გობრონსა. ნათელიზე დასდგომია, სასუფეველს შესდგომიან. ცაში ადიოდა სვეტი, 133-ზე მეტი. ის სვეტი ანთია დღესაც, ვისაც ღვთის წამს დღესაც ხედავს. ამის დამწერ წამკითხველსა, ყველა მართლმადიდებელსა, შეგვეწიე ღმერთთან სიტყვით, რასაც რამ ღვთისნიერს ვიტყვით, და დიდება ღრმა ღმერთს ერთსა, დიდ სამებას ერთადერთსა.